ვიდეოთი უნდა ვუპასუხო ერთ ვითომ კარგ, მაგრამ რეალურად მტრულ რუსულ კომენტარს. ვიდეოთი ამ 5 წლის განმავლობაში სულ ერთ-ორ კომენტარს უპასუხე, მაგრამ მნიშვნელოვან კომენტარებს, სადაც ტყუილი ძალიან კარგად არის შეფუთული, აუცილებლად ვიდეოთი უნდა ვუპასუხო. მით უმეტეს ასეთ მნიშვნელოვან თემაზე 2008 წლის საქართველოს მიერ ომის მოგებაზე. ბევრი ვიდეო მაქვს 2008-ში, როგორ მოვიგეთ, რა მოვიგეთ, რატომ მოვიგეთ. და ამ ბევრიდან გუშინ 4 ძველი ვიდეო ისევ დავდემ, რომ გაგახსენოთ 2 ქართულად, 2 რუსულად და ერთ-ერთი ქართულის ქვეშ მიხეილ ღამბაშიძემ დამიწერა. მეტწილად გეთანხმებით, ანუ მეტწილად მეთანხმება, რომ 2008 წელს ომი ვომიგეთ. არ გეთანხმებით იმაში, რომ არ შეგვეძლო მოსკოვამდე მისვლა. აქ გავჩერდები, მერე გავაგრძელებ. მოსკოვამდე რითი მიდიოდი? 40,000-იანი არმიით? სადამდე გეყოფოდა 40,000-იანი არმია. მოსკოვამდე რომ მიხვიდე მთელი რუსეთი, რაც ლარსიდან მოსკოვამდეა, უნდა განადგურო, გადაბუგო, გადაწვა. თვითფრინავებით ჯერ ავიაციით, მაშინ დრონები არ იყო ისეთი განვითარებული, როგორც ახლა არის, როგორც ახლა უკრაინა დრონებით აკეთებს ამას ყველაფერს, ასე არ იყო. და ამ გადაწვას და გადაბუგვას რამდენი თვითფრინავი ეყოფოდა? საიდან მოიტანდი? ვინ მოგცემდა? და 40,000 არმიით რითი და როგორ მიხვიდოდი და სადამდე მიხვიდოდი, როდესაც ამას არ გააკეთებდი. კარგი. მაგალითად კი არა, ამერიკა დაგვეხმარა ომი ჩვენ 5 დღეში, იმიტომ დავასრულეთ და იმიტომ მოვიგეთ, რომ ამერიკამ დაკეტა ცა. ბორონეჟი, თბილისი, მოსკოვი, აი ეს სამკუთხედი იყო დახურული, ისე რომ იქ ბუზი ვერ გაიფრენდა. ამიტომ მოუწია რუსის არმიის გაქცევა. თორე არსად არ გაიქცეოდა. რომ ვერ გვბომბავდა და რომ ვერ დაფრინავდა ჩვენ თავზე, იმიტომ მოუწია გაქცევა. მაგალითად დარჩებოდა ეს ასე დახურული და ჩვენ წავიდოდით ფეხით და იქიდან ვერავინ ვერ გვესროდა ციდან ამ 40,000-იან არმიას ვერ ესროდა. და რა? მივიდოდა, სადამდე მივიდოდა. გავაგრძელოთ ეს დებილი ფანტაზია. რომ დაგხმარებოდა მსოფლიო ისე, როგორც უკრაინას ეხმარებიან. ესეც მტკნარი ტყუილია. უკრაინას მსოფლიო იმიტომ იყო იძულებული, რომ დახმარებოდა, რომ ინგლისში იმ მომენტში აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბორის ჯონსონი. ბაიდენს უკრაინა ჩაბარებული ქონდა 3 დღეში რუსეთისთვის, ისევე როგორც ობამამ ყირიმი ჩააბარა, ისევე როგორც ობამამ საქართველოს ჩააბარა რუსეთს 2012 წელს, ასევე ბაიდენს ჩაბარებული ქონდა მთელი უკრაინა რუსეთისთვის 3 დღეში. და იმიტომ რომ უკრაინელი ხალხი არ გატყდა, თავრობა არა, ხალხი რომ არ გატყდა, ამიტომ მოუწია სოფლიოს დახმარებოდა და კიდე იმიტომ, რომ ძალიან დიდი ყვირილი ატეხა ბორის ჯონსონმა, ინგლისმა და ინგლისმა აიძულა ბაიდენს ის რაღაცა ელემენტარული რაღაცები მაინც გაეკეთებინა, რაც გააკეთა. და მაგ ელემენტარული რაღაცების გაკეთება რომ აიძულა ბორის ჯონსონმა, იმიტომ მოუწყვეს მერე ბორის ჯონსონს სკანდალები თავის ქვეყანაში და ხალხს მოახსნევინეს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან. ამიტომ როგორც უკრაინას დაეხმარნენო, ეგეც მტკნარი ტყუილია. უკრაინამ იმიტომ გაძლო ტრამპის მოსვლამდე, რომ დიდია. დიდი მოსახლეობა ყავს და დიდი არმია ყავს.
საქართველოს ტერიტორია არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ რუსეთს ფიზიკურად გაუძლო ისეთ პირობებში, სადაც შენ არ გეხმარებიან. მერე კიდე, როდესაც 40,000 არმია ყავს. მაგალითად გაავსე ის 40,000, აიყვანე 200,000-მდე. რაც აბსოლუტური ფანტასტიკაა, 4 მილიონი ქვეყანას არ შეუძლია ფიზიკურად 200,000-იანი არმია ყავდეს, მაგრამ აი ავდექით და მთელი მოსახლეობა დავირაზმეთ. მაშინ როდესაც მსოფლიოს ხო უკრაინამ რო შეძლო, იმიტომ შეძლო, რომ ბევრნი არიან. დღემდე 5 წელია უკვე უკრაინაში ომია, ეს ფართომასშტაბიანი და რეალურად 12 წელია. რომელიმე ევროპული ქვეყანა მივიდა უკრაინასთან ჯარით დასახმარებლად და ცოცხალი ძალით დასახმარებლად. მაგ 40,000 როგორ და რითი გაზრდიდი. ხოდა გავაგრძელოთ, დავუშვათ და მთელი საქართველო დაირაზმა ქალიან კაციან ბავშვიანად და ყველა ერთად წავედით საომრად რუსეთთან და რომ მოსკოვამდე მისულიყავით. წარმოგიდგენია ასეთი ამის ფანტაზიადაც წარმოდგენა შეუძლებელია, არამც თუ ამაზე სერიოზული მსჯელობა. უკრაინას არ ეხმარებოდნენ თავიდან წესიერად, როგორც საჭირო იყო, დღემდე არ ეხმარებიან ჯარით, მიუხედავად იმისა, რომ აღიარებულია რუსეთი აგრესორად, რომ აღიარებულია, რომ 2014-ში ყირიმი მიიტაცა რუსეთმა, ანექსირება გაუკეთა. ჩვენთან 2008 წელს არ იყო რუსეთი ჯერ აღიარებული აგრესორად. რუსეთი ოკუპანტად მხოლოდ მაშინ აღიარა მსოფლიომ, როდესაც რუსეთმა არ შეასრულა სამშვიდობო ხელშეკრულება ბრჭყალებში და ცნო აფხაზეთი და ცხინვალი რაღაცა რესპუბლიკებად. აი მხოლოდ ამის მერე აღიარა მსოფლიომ, რომ რუსეთი არის აგრესორი, რუსეთი არის ოკუპანტი და მანამდე სანამ მსოფლიო ცნობდა, რომ შენ რუსეთი გეომება და რუსეთია აგრესორი, რისთვის დაგეხმარებოდა, ან ვის წინააღმდეგ ომში დაგეხმარებოდა და რისთვის მოგცემდა ან ჯარს, ან შეიარაღებას, ან რამეს, რა ვითომ ოსები და ვითომ აფხაზები დაგეხოცა? 2008 წლამდე სანამ რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალი აღიარა, მანამდე მსოფლიო თვლიდა ოფიციალურად, რომ საქართველოს კონფლიქტები აქვს საკუთარ მოსახლეობასთან, საკუთარი მოსახლეობის რაღაცა ეროვნულ უმცირესობებთან. არავინ მანამდე რუსეთზე არ ლაპარაკობდა. და სანამ აღიარა მსოფლიომ რომ რუსეთი ეს მოხდა უკვე იმის მერე კიდე ერთხელ გავიმეორებ, როდესაც რუსეთმა არ შეასრულა სამშვიდობო ხელშეკრულება და აღიარა აფხაზეთი და ოსეთი, მანამდე ვინ რაში, რატო და რა საფუძვლით და რა იურიდიული იმებით დაგეხმარებოდნენ არგუმენტებით. ან იურიდიული, ან საერთაშორისო. როდესაც ადამიანი აი ასეთ რაღაცას ლაპარაკობდა, ვითომ შენ ქართველი პატრიოტი ხარ და ვითომ შენ კარგი გინდა საქართველოსთვის და მოსკოვამდეც კი მიხვიდოდ და ვიღაცამ შეუშალა, მიშამ შეუშალა ხელი, რომ მოსკოვამდე მისულიყო და პუტინი გაებთხნა. ეს არ არის პატრიოტიზმი. ეს არის მავნებლობა, სიდებილეც არ არის ის, იმიტომ რომ ახლა რასაც განვიხილავთ, ამას დებილი ადამიანიც ვერ შეძლებს ამაზე რაღაცა სერიოზულ მსჯელობის გამართვას. ეს არის მავნებლური ფანტაზიები, აბსოლუტურად უტვინო ადამიანების არარსებების რაღაცა ნაჟური, რომელიც იმისთვის არსებობს, რომ დააკნინოს ჩვენი 2008 წლის ნამდვილი 5 დღიანი არნახული გამარჯვება რუსეთზე.
5 დღეში სოფლიოში არავის არ ჩაუტარებია ისეთი რაღაცეები, რომ რუსეთი აეძულებინა ომი შეეწყვიტა და შეეწყვიტოს. ამიტომ არა ქართველებო, ღამბაშიძე კი ხარ გვარად, მაგრამ არა ქართველი ხარ. აი ასეთი ვითომ პატრიოტული სულისკვეთება ჩვენ 2008-ში შეგვეძლო მოსკოვამდე ჩავსულიყავით. მოუყევით არა კოცებს, არა, საერთოდ არავის არ მოუყვეთ ამას, ვერავინ ვერ დაიჯერებს. და შეწყვიტეთ რუსობა. აი ეს ზღაპრების მომყოლებმა. საქართველო იქნება დეოკუპირებული. კიდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე იმის მერე, რაც მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საქართველომ დაიწყო მზადება დეოკუპაციისთვის, ევროპა არ გვაძლევდა იარაღს. იარაღს კი არა, ჩაფხუტს ვერ იყიდიდი და ლურსმანს ვერ იყიდიდი. იმიტომ რომ პირდაპირ მერკელიც და სარკოზიც გვიცხადებდნენ აი ასე დაუმალავად, რომ ჩვენ პუტინთან გვაქვს მოლაპარაკება და პუტინის გაღიზიანება არ გვინდა და პუტინი არ უნდა გავაბრაზოთ და ამიტომ თქვენ ვერაფერ მსგავს ვერ მოგყიდით, რისი გამოყენებაც ომში შეიძლება. და რა უნდა ექნა საქართველოს? ან სააკაშვილს რა უნდა ექნა? საფრანგეთში სარკოზი გაეშვა, გადაერჩევინა? თუ მერკელი გაეგდო თავისი პოსტიდან, აი რომელი ერთი უნდა გაეკეთებინა? ამიტომ უბრალოდ მოკეტეთ. და თუ არ ყოფნით იმის ტვინი, რომ იამაყოთ იმ 5 დღიანი გამარჯვებით, იმდენი ტვინი მაინც იქონიეთ, რომ მოკეტოთ. თუ ქართველები ხართ, რა თქმა უნდა და ღიად და აღიარებულად რუსები არ ხართ. საქართველო იქნება დეოკუპირებული. ყველა შემთხვევაში. რუსეთი უკვე აღარ არის შავ ზღვაში და აღარ იქნება შავი ზღვის ნაპირებზეც.